2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 23202 შეადგინა. რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა კი პირიქით 0.6%-ით გაიზარდა და 10228 შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანგარიშია აღნიშნული. მეგატივი დაინტერესდა თუ რაში ხედავენ ქუთაისელები აღნიშნული მონაცემების მიზეზს. განქორწინებების ზრდის გამომწვევი ფაქტორი რამდენიმეა, აცხადებენ ისინი. შეიძლება ადრე თხოვდებიან და მერე ალბათ ინტერესი ეკარგებათ პარტნიორის მიმართ. შეიძლება ეკონომიური მდგომარეობა, ხო? რა ვიცი. კიდევ დავამატებ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ალბათ უფრო ნაკლები. ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ განსხვავდება აბსოლუტურად ცხოვრება ერთმანეთისაგან და ალბათ შეიძლება სულ ვარდისფერი ფერი არაა სულ ცხოვრება. ასე თუ ეჩვენება, შეიძლება მოიმატოს განქორწინებამ და წინააღმდეგობას ალბათ ვეღარ უძლებენ მერე და ამიტომ შეიძლება ესეც ხდება. ახალგაზრდები ალბათ ჩემ დროსაც უფრო რომანტიკულ ფერებში ხედავენ თავიდან ყველაფერს და ძალიან გააზრებულად ბევრი არ დგამს ამ ნაბიჯს და მერე მალე ხვდებიან რომ თურმე იჩქარეს. ეს ერთი. მერე მეორე ემატება რა თქმა უნდა ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ეს ყველაფერს კლავს. ძალიან ვაშკაცი და გმირი უნდა იყო რომ ამ ყველაფერს გაუძლო ერთად თუ მართლა სიყვარული ალბათ მოარევინებს, მაგრამ ეს ფაქტორი მუშაობს. თან თქვენ უმეტესობა ის თაობა ხართ, რომლებიც მშობლებიც წასულები არიან და ბავშვები მაინც უდედო ოჯახებში იზრდებოდნენ და აქაც არის ალბათ ცოტათი სითბოს ურთიერთგაგების ნაკლებობა, მე ასე მგონია. თუმცა თუ კი ერთმანეთს ხელი ჩაჭიდეს, ასე ვფიქრობ, რომ რაღაცას უნდა გაუძლონ და ეხლა საზღვრები ღიაა და თუ საქართველოში ამ წუთში უჭირთ რეალიზება, შეიძლება 1-2 წელი ერთად წაიმუშაოთ, სადღაც ოღონდ ერთმანეთი არ დაკარგოთ. მე ვეთანხმები, ეხლა ფატისნად თქოს, ნამდვილად ეს ყველაფერი მატერიალურამდე მიდის და რა თქმა უნდა მატერიალური სიდუხჭირის გამო ალბათ დგამენ ამ ნაბიჯს. განქორწინებების რაოდენობაც გაიზარდა და რატო არის განპირობებული? რა ვიცი, ალბათ ვერ ეწყობიან ერთმანეთს ნაადრევას საკში არის ოჯახი შექმნილი და მათ განჩტორე. ესე არ ამგონია. განქორწინებების მიზეზებთან ერთად ქუთაისელები ქორწინებათა კლების გამომწვევ ძირითად ფაქტორებად ისევ ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებენ. ჩვენს მიერ გამოკითხული ახალგაზრდების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი უბრალოდ ფასეულობების ცვლაა. თავს რატომ იკავებენ ქორწინებისგან, უფრო განვითარდა თაობა და განვითარებასთან შედარებით ხალხმა დაიწყო კარიერული წინსვლა და ქორწინება გვერდზე გადადეს და მაგ პონჩი ძალიან კარგი არის და მიხარია სხვათა შორის. როჯერ კარიერას უყურებს ხალხი და შემდეგ ქორწინებას. მე 30 წლამდე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას. ვფიქრობ, რომ უმთავრესად სოციალური პირობების გამო არის, რომ ქორწინებების რიცხვმა იყო. მე მგონი ცხოვრებისგან გამომდინარე. ასე ვფიქრობ, რა ვიცი აბა. არა, უსაქმური ვარ და მომწონს უსაქმურო. ჯერ არ მინდა ოჯახში. ანუ პასუხისმგებლობა არ გინდა. კი. მშობლობა არ აქვს მამაკაც, რომ მოიყვანოს სოლი, გაუჩნდება შვილი და რომ ეს არ ჩინოს სოლშვილი. ალბათ ეს იქნება ყველაზე მეტი. თან ფაქტიურად ქალები მუშაობენ. და კაცები აღარ მუშაობს, უკვე მიეჩვიენ ბაღში ჯდომას, ფეხი-ფეხზე გადადებული და დომინოს თამაშს, ლოთობას. და ის რასაც ცინებდნენ სხვა ერს და უკვე თვითონ აკეთებენ ჩვენი კაცები ესეთ რაღაცას. საქსტატის მონაცემებში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისათვის 27, ხოლო მამაკაცებისათვის 30 წელია. განქორწინების თუ ქორწინების ამ მონაცემებთან ერთად აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტიც. 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 51118 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. თამარ ქავთარაძე და ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისათვის.